რუსეთში ხომ საზღაპრო ამბებს ავრცელებენ საქართველოს შესახებ. რაც საზღვრობა თვითონ აქვს თავის სოციალისტურ სამშობლოში, მას ბოლშევიკები ჩვენს რესპუბლიკას და დემოკრატიას აწერენ და ამნაირად ცდილობენ ჩვენს დამტაბლებას რუსეთის ხალხის და დემოკრატიის თვალში. მაგრამ ამაოდ, ტყუილს ყოველთვის მოკლე ფეხები აბია. აქ გამოიგონეს და მოჭორეს პეტროგრად-მოსკოვის ბოლშევიკებმა ლუნაჩარსკის მეთაურობით, რომ აქ ჩვენს თბილისში გოლოვინის პროსპექტზე ვითომ მრავალი საყრჩობელა ყოფილიყოს გამართული ბოლშევიკების და სხვების დასაჯელად. მალე გამოაშკარავდა, რომ ეს ყოვლად საზღვარი მტრობის მიერ შეთითქმული სამარცხვინო ჭორია, რომ საერთოდ საქართველოში და კერძოდ თბილისში გაცილებით მეტი წესრიგი, მეტი თავისუფლება და მშვიდობიანობაა, ვინემ საბჭოთა ანარქიულ რუსეთში. რუსული სიცრუის პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ ზუსტად საუკუნის წინაც იგივე მეთოდებით მუშაობდა. საქართველოს რესპუბლიკა 1918 წლის 3 სექტემბერი.